Telecompanija პირველი კავკასიურის ირგვლივ შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია. პიკის თანამშრომლები არხის დახურვას ყოველ წუთს ელოდებიან. ტელევიზიაში ეჭვობენ, რომ რუსულენოვანი ტელემაუწყებლობის შეწყვეტის ვარიანტი საზოგადოებრივ მაუწყებელსა და არხის გენერალურ დირექტორს შორის უკვე განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით პრობლემა ფინანსების დეფიციტს უკავშირდება, რომელიც ტელევიზიაში არამიზნობრივი ხარჯვის შედეგად გაჩნდა. ვერსიებს შორის განიხილავენ იმასაც, რომ პიკის ბიუჯეტი პირველი არხის გენერალურ დირექტორს საზოგადოებრივ მაუწყებელში წარმოქმნილი პრობლემების გადასაფარად დასჭირდა. Telecompanija პიკის თანამშრომლები საზოგადოებრივ მაუწყებელსა და არხის გენერალურ დირექტორ ალექსანდრე ფარულავას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგს დღეს დილიდან ელოდნენ. ჩვენ ნახოთ ველოდებით მოლაპარაკებების შედეგს, ვიცით რომ ჩვენი გენდირექტორი ესაუბრება საზმაუწყებლის ხელმძღვანელობას, ველოდებით რა შედეგს გამოიყოფს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არხი იყოს სატელიტზე, ეს არის პირველი, რაც ძალიან გვინდა რომ არ შეიცვალოს, ახლა ვართ სატელიტზე, ძალიან გვინდა რომ გავარკვიოთ რატომ იყო მოხსნილი არხი სატელიტიდან, ჩვენ გვესმის რომ ეს არის საზმაუწყებლის პრეროგატივა, მაგრამ რა არგუმენტაცია ქონდა საზმაუწყებელს, როდესაც მოხსნა პიკი სატელიტიდან, ეს ძალიან გვაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი საინფორმაციო არხის გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემის გადაწყვეტის გარანტიას იძლეოდა, არხის თანამშრომლებს ალექსანდრე ფარულავასგან კონკრეტული განმარტებები არ მიუღიათ. პირველ საინფორმაციო არხზე მღელვარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტელეკომპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა პრობლემამ გამოიწვია. ტელევიზიის თანამშრომლებმა პროტესტის ფორმად თავის დროზე ტელეკომპანია BBC-с მიერ გამოყენებული მდუმარე ეთერი აირჩიეს. Судьба канала ПИК грозит и нам закрытие. Почему у нас нет на спутнике ответов на эти вопросы? Нет. პიკის თანამშრომლების შეკითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო არ პასუხობს. ლევან გახელაძე პრობლემის მოგვარებას არხის გენერალური დირექტორის პრეროგატივად მიიჩნევს. არ ვიცი, მე საკითხში არ ვარ გენაცვალე, ეხლა გააკეთოთ სატელევიზიო კომენტარი გია ჭანტურია. გიორგი ჭანტურიას პოზიცია მხოლოდ პირველი არხის ეთერით გახდა ცნობილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი პრობლემას რუსულენოვანი არხის მენეჯმენტში ხედავს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული აბსოლუტურად ყველა ფინანსური ვალდებულება საზოგადოებრივ მაუწყებელს პირნათლად აქვს შესრულებული. ამ დროისათვის ტელეარხის სატელიტური მაუწყებლობა აღდგენილია, თუმცა ფინანსური საკითხის მოგვარებამდე პიკის თანამშრომლებს საქმიანობა გაურკვევლობაში უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ტელევიზიის დაფინანსება წლის ბოლომდე იყო გათვალისწინებული.